სალამ იმშიერ ხალხს, გიბრუნდებით ამჯერად უკვე საჭმის კონტენტით. და რა ხდება ჩვენ თავს ინტერნეტში შეავჩნდით რომ მან მაკდონალდსმა დასხო KFC-ს ან KFC-მ დასხო მაკდონალდს. მოკლედ ჩვენ გაგვაინტერესებს, არ შევდივართ მათ კონფლიქტში, მაგრამ რაც გვაინტერესებს არის ის რომ რომელი არის უკეთესი. სიმართლე გითხრათ, არც ერთი არ მომწონს, სადაც ქართული ხინკალი არის, ჯიგრული რაღაცა, კაბაბი, ჩაკაპული, რა KFC და რა მაკდონალდი. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავარკვიოთ რომელი არის შედარებით უკეთესი. გამოვიძახი აქ არის მიახლოებით 80-90 ლარის რაღაცეები. ეხლა ვფიქრობ 90 ლარად რამდენი სამწვადე მოვიდოდა და რა გაიბჭოთ შევჭამდით, მაგრამ რა ვქნათ. გვაფინანსებენ სხვათა შორის, ყავს ახალი სპონსორი. ჩვენი ძმაკაცი არის ერთი, მოგცა 100 ლარი, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით მას. კიკუ შენზეა საუბარი 100 ლარი, გადაცემის ბოლოს, კაცო. საჩაურღა. მოკლედ რა გვექნება დღეს? Big Mac-ი, რომელიც გამოიყურება აი ესე, არ ვიცი ამას Big-ის რა ეთყობა. Big Mac-ი თუ ეგ არის, რა ვიცი. Small Mac-ი არის. ეს რა არის? ეს რა? მე კუკუა. აი ეს არის Big Mac-ის ხორცი. პიზდეც, რაში გადავიყადე ფული. მოკლედ დავიწყე Big Mac-ით, რა კი დავსწრე, იყოს პირველი Big Mac. სხვათა შორის სწრაფად მოიტანეს, ღმერთს სიმართლე უყვარსო და უნდა აღვნიშნო, მაგრამ რატომღაც ცოტა ცივი არის, არ ვიცი ისი ბრალია, მაგრამ ეთყობა Coca-Cola-ს და იმას ახლოს შოდებენ, გინდა არ გინდა აცივებს, იმიტომ რომ ზოგიერთი ფრი თბილი იყო, ზოგიერთი ცივი იყო. ნუ რას ვიზავთ. პირველი კბეჩა. ორგონშია. ძებო პატარა. ეხლა რას ვაკვირდები, ვიცი? სალფეტკი არა მაქვს. რატო არა მაქვს სალფეტკი? იმიტომ რომ 80 ლარი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სალფეტკი მოაყურონ, აბა. სალფეტკი მხოლოდ 100 ლარის ზევით. მარილი არა აქვს, გემო არ ვარგა, ძვირია, ცივია, ამის 10-დან გულახდიდად გეტყვით 3. ამას ეხა რა ბურგერები მაქვს, გასინჯული, ყველა ბურგერი ჯობია 10 თავით. Big Mac-ი გადავდეთ გვერდით. საბოლოო ჯამში Big Mac-ს დაბალი შეფასება. ეხლა გავსინჯოთ ამათი Coca-Cola. Mac Delivery. დირკარა აქ. შეიძლება ეს ახალი დიზაინია, ადრე ყავებს ჰქონდათ და ეხლა ეთყობა გადმოიტანეს აქეთ. საწრუპუნოც აღარ მოყვება, სალფეტკი არ მოყვება. შემდეგი. ხანო ჩიქუ არა აქვს ეს რა არის? სურათზე იყო სხვანაირი. ანუ მე როგორც მივხვდი, დაუვარდათ ხალაპენიო და ჩაეწვეთათ ვითომ ყველის სოუსი. ანუ ეს რა არის ხალხო? დამცინით? გავსინჯავ ხალაპენიოს, რომელიც აშკარად ცხარი არის, ყველის სოუსთან ერთად. აი დიდ ბაიტს გავაკეთებ, კბეჩას. ინგლისურზე დავიწყე სიარული და. აბა, თქვენ აგიმაჯოთ. რა თქვენ არ აგიმაჯოთ. თქვენ ამეტაი გაიხართ ხათ ამისათვის. ჩვენ ტრებს დედაც. ჭკონიარგან ცოტა უკეთეს მოველოდი. ბატონო თემურ, გეხვეწებით რამე, უთხარით რა ცოტა დაამატონ ყველიან რამე. ვაგზელებთ მეგობრებო. ეხლა გვექნება ყველაზე იაფიანი ჩიზბურგერი. რა ვიცი. რა მოსწონს ხალხს ვერ ხვდები.
შევისადით უბრალოდ ძლიერი მარკეტინგული კამპანია არის. Სხვადასხვა ვისაც გინდათ ციფრული მარკეტინგი მოგმართეთ ჩვენ, მაგრამ გავახსოვთ ჩვენს რეკლამას. ანუ 6 ლარი რატო ღირს ვერ ხვდები? ანუ რა შევიხდი თახას? ყვილად გადაყრილი ფული. აუ, რამდენი ხინყალი მოვიდოდა, ხო არ გადაო. რასაა რო ვჭამთ. შემდეგი. კიდევ ბიუჯეტური რაღაცა. ეს არის ყველასათვის ნაცნობი მაკტოსტი, რომელიც ჩემი სადით ერთ-ერთი განსხვავებული რაღაცა არის. უბრალოდ მე მიყვარს მაკტოსტი ბეკონით და ესაა ბეკონის გარეშე. ბეკონით ყოფილა გამიმართლა. ეს სხვათა შორის ფრიად ნორმალურად გამოიყურება. დავშინჯოთ. ვამბობდი არ უნდა მეთქი რა. ძალიან კაია. უბრალოდ ეს რა არის? ეს რა არის ღვთის გულისათვის? ნუ ამას გამართულ 400-ას დაუწერ, იმიტომ რომ ცოტა მარილის გემო აქვს, ბეკონს რომ მარილი აქვს და ასე თუ ისე გემოს ატან. აბა? ვადაო. ამის დედა ვატირე თუმე რაში ვიხდით თანხას, მამა, ნუ. გვესაჭიროება სპონსორი. სხვადასხვა ერთი კაცი გამოჩნდა რაღაც სპონსორებთო და რავი ვნახოთ. შემდეგი გადაცემა სპონსორი თუ დაიწყო, ესე იგი დაგვასპონსორა. აი, ხო არაფერი არ მიქნია, ამას შეხედე რა სჭირს. უკვე შელახული არის. გატყიპეს ეს ბურგერი. აი წავაწყო. Make your bets. აჰა. აბა ეს არის ახალი ბურგერი, რომელსაც ქვია მაგ კრისპი, ცხარე. ცხარე არ მიყვარს, თუ გამოვიძახი ცხარე. მე ხარ მივხვდი რა ხდება. მე როგორც დავამუღამე, მაკდონალდმა დაიწყო ქათმის პროდუქციის წარმოება და KFC-ს მაგიტო გამოუცხადა ომი. ეს მართლა ცუდი არ არის. მე მგონი KFC-ს კონკურენტი გაუჩნდა. სხვადასხვა KFC გზაშია და მოვა აუცილებლად. შეიძლება ხის უნდა მოსულ. ხო მოვა აუცილებლად. KFC-ს აგვიანდება ალაუშოს. ამ ბურგერის პლუსი რა არის აგიხსნით რა. თუ ყავთ სახში საქონელი ან რაღაცა, მე იმდენი დასატანე რა ქვია ბალახს, ეკიცია ერთი მოძოვა გაუტანო. რა არის ბურგერი არის თუ ვეჯი ბურგერი ხო არ არის ამდენი ისო გამოატანო სალათი. თან რაც აქ ყრია, ერთი იმდენი კიდე შიგნით ყრია. რა ვიცი ძმაო, ეთყობა იაფია და ტენის. ან ჩვენ ჯანმრთელობაზე ფიქრობენ და ნაკლებ კალორიური იყოს მეტი სალათა უხდეს. იმდენი მაგათ რა უთხრა. ამ ბურგერს 5-იანი პლუსით 6-მდე ვერ გაკაჭა. მაგრამ მაინც გემრიელია. ბოდ ნამეტანი ძვირია და ნამეტანი ბევრი სალათა აქვს. ესე იგი მე როგორც მივხვდი, არ მომიტანეს რაღაცეები და ეხლა რო ჩავიხედები, ნი დაიბოხ რაღაცა დამაგრეს. ნი დაიბოხ, იმიტომ რომ მახსოვს რომ ყველის соуსი მინდოდა, ეს რა არის ღვთის გულისათვის. ამაში მივეცით 20 რამდენი ლარი?
აჰა, ხო მიდი, აჰა, გადაიღე. მანიშნებს ოპერატორი გვაჩვენევა, აბა რა არის. ესე იგი, ეს არის KFC-ის ჩინური ვერსია McDonald's-ისგან. პლუსები რა აქვს გეტყვით. როცა გავშუჯავ. აჩა გამოიყურება მადი სამწვრად, მაგრამ გავშუჯავ. და ის მოგწონს. ესე იგი, რა შემიძლია ვთქვა? ჯერჯერობით არ უარგიათ ეს ქათმის რაღაცეები. იმედია სამომავლოდ გამოასწორებენ. ზვირია არ ვარგა. სხვა რამებსაც რო გავშინჯავ, გეტყვით შეფასებას. ბოლომდე. Bring მოვიდა KFC. გვაცხარია. დამჭა მხოლოდ ნაგეტსები. ეს ათუ ისე ეს გადაიღე ახლა. გადაიღე. ეხა გავშინჯავთ. ათუ ისე მადი სამზვერ ნაგეტსებს. ნუ რეჟინა არის. ჩვეულებრივი რეზინა. პლუსი რა აქვს? KFC-სგან გასხოვებით კაპასული ქათმები ხარ. აი ეგ KFC-ს ხანდახან ეპარება იქ პანჯულიანი ქათმები. ესეც მეორე. აგეგონოთ რომ ჩანგალი არა მაქვს. აჰა, გამოვასწორე. ეხლა გავშინჯავ ნაგეტსის არაცხარე ვერსიას. სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მომეწონა. ეხლა ჩვენ გადავართ KFC-ზე. და გეტყვით ჩვენს აზრს. ამდე ბიჭები შეისვენებენ, გასინჯავენ ამ ყველაფერს და დაგიბრუნდებით. მოკლედ, შეხვდებით KFC-ზე. მოკლედ, ჩემო ტკბილო და გემრიელო ხალხო, გამოვიძახეთ მხოლოდ 20 ლარი არის სხვაობა McDonald's-სა და KFC-ის შორის. ანუ ღვთისგულისათვის 1 2 3 4 5 6 7 соуსი მაქვს. იქ соуსი დამაკლეს სხვათა შორის და მაგაზე დავრეკავ ცოტა ხანში რომ მოჭება გადაგება. პლუს ბასკეტი, 2 ბასკეტი არის, კარტოფილი, ახალციხის კარტოფილი არის სავსეთო. და აგე კიდე 1 ბასკეტი გვაქვს რაღაცა ფრთების თემა. პლუს გვაქვს 1 2 3 ტვისტერი, 1 2 3 4 5 6 ბურგერი და კიდე პოპკორნი გვაქვს იმისი, რა ქვია, ქათმის. მოკლედ დავიწყებ, როგორც ვარაუდობდი, ჩიზბურგერით. აი ეს რა არის? აი შეხედე, ვერ დაუმიზნის ქათამის ყველი, ეს რა. თქვენი სნებათვით მე ალბათ გავჭრი დანას თუ ვიპოვი. გავჭრი მეგობრებო. მივით მე ყველი არ მხარეს. მე გავშინჯოთ. ჩემს აი ცოტა მეტი соуსი მოვიდათ, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ გავშინჯავ და გეტყვით. ყველი არ უარგათ. რაც მართალია მართალია. აბა გავშინჯოთ. соусია გემბელი, ყველი არ ვარგა. სხვათა შორის ეხლა მივხვდი რატო გავუკეთე სამდენი соуსი. ძალიან კაფიო გემო აქვს და უფრო მეტად გრძნობ საჭმელს. პირადად მე ეგეთი соуსი არ მაქვს გასინჯული, არც ვენდიში, არც McDonald's-ში, არც არსად. გეხოწები სანამ გაჩვდა გასინჯე რა. იყვია კამერას უკან. გიორგი ხათამს არაჭამს. ხო ჯამ, აი მდოგუშის აქვს. რაც არ მომწონს KFC-ში, ყველაზე მეტად. ო არ აწერენ წესივრად. დააწერე რა, ეხლა უნდა ვიმარჩიო რომ
Longer, უნდა მივაზომო, რომელია უფრო დიდი. აჰა. თუ სიტყვა longer ისტორია არის, ეს უფრო დიდი არის. არა, ეს რა ის longer-ია? ეს არის პატარა რაღაც, ეს shorter-ია. უეჭველი ეს რა longer-ი? არა წერია, მაგრამ მაგერ სპეციალისტები იძახებიან, რომ ეს არის longer-ი. რა არის ეს რა არის? თუ ამას longer-ი ქვია, იმით ამას დაარქვა longer-ი, პატარა პრობლემები აქვს. პატარა პრობლემები. რა არის ეს longer-ი? მოკლედ ისევ გავუჭრი. აჰა. მოდი. ეს შენ გამომართვე. გამომართვე. აბა, ეხა გავშინჯოთ longer-ი. უყურე, გადაიღე? ცოტა პურია ხმელი ისე, ჩემთან. შენთან არის ხმელი? აბა გავშინჯოთ, თვალი კაცი მოწმე ხალხი. ჭინაჩის ჩიზბურგერს მართლა 6.5 კულას დაუწერდი გულახდიდან. ამას 5 კულაც არ ეკუთვნის, იმიტომ რომ სუპურია. ძალიან ცოტა პატარა ხორცის ნაჭერი იყო და ქვია longer-ი. longer-ი არა, შმონგერი კიდე. გადავედი მეგობრებო. ეს არის ეგრეთ წოდებული ტვისტერი. ტრადიციულად გავჭრი შუაში. მოდი შენინჯერია. აბა აგუშინჯე? თელი სამეგობრო აქავარდ ზმა. სხვადასხვა არომატი კაი აქვს. გულახდი ადგეთქვით, ბარბეკიუ соуსი აქვს აშკარად. ხოჩი არაა ჩემთან. შენ ახოთლი? არ შეხედე. ეს რა არის? არასრულად კი არა, ცოტა უნდა ჭადო დიდი ხორცი რა არის. ჩვენიერი პურია და ჩვენიერი მაიონეზი თავისი იმითი რა ქვია. ბარბეკიუ соусით. რა არის ეს? სიცხულია. შემდეგი არის მეგობრებო ცოტათი განსხვავებული რაღაცა, რომელსაც ქვია აწერია KFC cheeseburger-ი, მაგრამ აშკარად უფრო მეტია. ეს არის აშკარად, გეტყვით რა. სახელი დააწერე რა, დედა აფეთქებული, უნდა ვიმარჯვეო. და cheeseburger-ი, ბასკეტი, ყველი соуსი, ტკბილი ცხარე, მჟავე, ზინგერი, აი ტვისტერი, ბარბეკიუ ცხარე. ეს არის აი ბურგერ კლასიკი არა ცხარე? მე მგონი. დიდი ალბათობით. ნუ ან იქნება KFC Fest Zingeri, არა Fest Zinger. რა იყო იმენა გერმანული ისინია. ეთყობა ადოლფს უყვარდა. ესე იგი, გავშინჯავთ შემდეგ ბურგერს, რომელსაც სახელი არ აწერია და ვარაუდის დონეზე გვიწევს გამოცნობა. ამ შემთხვევაში ხორცი უფრო მეტია. მოდი ხა შევამჩნევ რომელში არის მეტი ხორცი თორე. შემდეგი აბა აჰა. ეს გამონათქვენ ხო გია ერთი KFC-ს ხაზამ გაიყო 1 2-ის. აბა გავშინჯავ. არომატი კაი აქვს. იმედის მომცემი. 50-50. მოკლედ, რა შემიძლია ვთქვა ამ ბურგერზე? მოდი ჩაკე ხორცს ამოვიღებ, იქნება ხორცის გემო გავიღო. სიმართლე გითხრათ, ხორცს არ აქვს, ასე ვთქვათ, გამოკვეთილი გემო. მაგრამ соуსი კაია. კიტიც კაია, პურიც კაია, პროსტა ძვირია. მაგრამ მაკდონალდზე ძვირი არ არის. ეგ იცოდეთ. გაჩეხედეთ 7 соуსი გვაქვს. შენ ხარ ამოჩი ხათამ სულ არ აჭამ. კოკა-კოლა გინდა? აჰა. მოდი, სპრაიტი. რომელი გინდა? შემდეგი ბურგერი, რომელსაც კვლავ არ აწერია, რისი ბურგერია? ამიტომაც უნდა გამოვიცნოთ ეგ დედა აფეთქებული. მე მგონი ჩიზბურგერი ორჯერ მოგვიტანეს, იმიტომ რომ ყველი აშველა დამასაც აქვს. შემდეგი ბურგერი გამოცნობაზე. მომდადით მიეთვით. არ უნდა და თეგას მოსვლა, ხო? ეხა გავშინჯავთ ამ ბურგერს.
აქაც პრობლემა რა არის, გეტყვით რა. სიმართლეს ფარდა რო ავხადოთ. აი ეს ხორცი, ეს რა არის ბიჭო? ეს მინდა ჭამამდე რომ მადა გამიხსნას. რა არის ბიჭო? ეს აი ხა ხორცი ჩემს არის საბავშვო ბურგერებია რა. რა ვიცი. ჩინური საიზი არის. გემო უკეთესი აქვს ვიდრე მაკდონალდს. მოკლედ ბურგერი რაზე დავშინჯე? ზოგი კაია, ზოგი ცუდია, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა ეს. მაკდონალდშიც და KFC-შიც აშკარად აკეთებენ ეკონომიას ხორცზე. იმის მაგალითად, ჩადო ერთი 50 გრამით მეტი ხორცი და დატოვო კმაყოფილი კლიენტი, აკეთებ მაგაზე ეკონომიკას. მაგით უხართ ბროჭები. არ ვიცი რატომ ქვია ზინგერი, მაგრამ არ მომწონს. არ მომწონს რა, დიდაფეთქებული, მოხწოს ზინგერი, აი რა ქვია რამე ისეთი ქართული. ეხლა ავიღებთ ყველაზე ხორციან ნაჭერს. ნაჭერში გამიმართლა. ვინც იქითა შეხვდა, იმას არ გამომართლა. ამას გადავდივთ და მე მოვუგებ ბოლოს. ცხარე. პირველ რიგში ფასები ცოტა უკეთესი აქვს ვიდრე მაკდონალდს. გემოები ოდნავ უკეთესი აქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ პორციები ცოტა მოსამატებელი არის. როცა ყიდულობ ბურგერს და ბურგერში ეძებ ხორცს, ესე იგი რაღაცას ან არასწორ ადგილას ყიდულობ, ან უბრალოდ გაგოიმებენ. ეხლა გადავართ მეგობრებო, რითიც ფასობს KFC. ეს არის ქათმის ფრთები. მაკდონალდსმა ერთი შეკვეთილი соуსიც არ მომიტანა. KFC-მ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 соуსი მომიტანა. აბა მართალია გადავიხადე, არავინ არაფერი არ მაჭუქა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა რომ რასაც უკვეთა ვის რომ მოდის. ეხლა მე როგორც პროფესიონალი ქათმის ფრთების ჭამისა, გავაკეთებ პატარა მასტერკლას. ერთი ძვალი შეხედით. მეორე ძვალს ვტოვებთ აუცილებლად, მაგრამ სანამ შევჭამთ, აუცილებლად ცოტათი უნდა დავატრიალოთ, რომ ხორცი მარტივად გამოძვეს. იღებ ესე მასტერკლას. ფრთები კაია, გონ თავარია გატუსული უნდა შეხვდეთ ან გაპარსული მაინც. ქათმის პოპკორნი. მართლა ეგრე განვადობ. ნუ ხო, კაი, მოდიშტე. ქათმის ბიცი, პროსტა ზოგან პოპკორნს ეძახიან და ამერიკაში ეგრე ეძახიან. ესე იგი, რა მომწონს, მე ზოგადად ცხარი არ მიყვარს და ალტერნატივა რომ მაქვს ეს ბიცები, მაგრამ მისურდება ხოლმე. თან მაინც და მაინც ხვები აჭამენ, ასე რომ მე მეტი ხდება. KFC-ს მთელი პლუსი არის რა, ხრატუნა თუ კნატუნა კანი რა. აი ეს გარეთა გარსი რაც აქვს, ეგ არის ჩემი ხედვით რითიც კაჩავს ჟარგონულად ვთქვათ KFC თავის პროდუქციას. ერთი სიტყვით, ეხლა ამას გავშინჯავ და გეტყვით, კაია თუ ცუდი. ცუდი არა, მაგრამ ჩემი ხედვით KFC ადგილზე უნდა ჭამო. მაკდონალდის ადგილზე უნდა ჭამო, ან ჯობია ვაფშე აჭამო. მოკლედ, შეფასება. მაკდონალდმა წააგო, KFC-მ გაიმარჯვა. ფული არ აქვს აღებული. გულახდილად გეუბნებით, ნამეტანი ძვირია მაკდონალდი. მაკდონალდი ზოგადად სოფლიოში ითვლება იაფიან ბიუჯეტურ საკვებად. ხდები იქ სადღაც ამერიკაში რო გამოვა მთელი დღე ნამუშევარი მუშა ან მექსიკელი რომელიც გადაპარული არის, ხო? ჭამს მაკდონალდს, იმიტომ რომ ის იაფი და ჩვენთან ღირს ზვირი. აი ხა, აქაც გადავიხადეთ, ჯამში იყო მიახლოებით 180-200 ლარის. მაგ ფასად აი ქართული სუფრა, რაღაცა ჯიგარი, ხინგალი, მინგალი, რა KFC და რა მაკდონალდი. მაგრამ მე რა კი დაკვირით რომ შევაფასები გულახდილად, გეტყვით რომ კარტოფილი ფრის გარდა
ყველაფერში აჯობა KFC. მათა. ის კარტოფილი ფრი იმიტომ არ ვარგია, რომ მარილი დააბიჭყა. და კარტოფილი ფრი მარილის გარეშე ძალიან გემურია. მოკლედ, თქვენთან ვიყავი მე, შიერი კაცი და შეხვდებით აწი სხვა გადაცემებში. Peace.